30 მეტრიანი ხელნაწერი, რომელიც სკოლის დერეფანს მთლიანად ავსებს. ლეონტი მროველის მოქცევაი ქართლისაი არის, რომელიც თბილისის 161 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით გადაწერეს და მოხატეს. პროექტი, რომელმაც სხვადასხვა თაობის მოსწავლეები გააერთიანა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლების ერთგვარ ტრადიციად იქცა. ეს გახავთ ხელნაწერი გასაშლელი წიგნი, აკორდიონისებრი, ასე ვთქვათ, რომელიც საკმაოდ ესეთი ძალიან გრძელი გამოვიდა, მგონი არ არსებობს ამ ხელა ესეთი ტიპის წიგნი 50 მეტრის სიგრძისა. თითოეული გვერდი გადაწერილია და მოხატულია ბავშვების მიერ, 40-მა ბავშვმა მიიღო ამის გადაწერაში და მოხატვაში მონაწილეობა. და ძალიან გვინდოდა რომ წელს მოგეხსენებათ რომ აღინიშნება 1700 წლის იუბილეი საქართველოს გაქრისტიანების და გვინდოდა რომ ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა და სკოლის კედლებს გაცდენოდა ჩვენი პროექტი და შესაბამისად ძალიან მოვინდომეთ როგორც ჩვენს და ძალიან მასშტაბური პროექტი გამოგვივიდა. თუ არის 70 ილუსტრაცია წარმოდგენილი, თითოეულ თავს 4-5 ზოგ თავს ცოტა მეტი ილუსტრაცია აქვს სტანდარტული გარდა ხელნაწერი ტექსტისა. დაახლოებით 2 თვე და რამდენიმე დღე გვჭირდა იმისთვის რომ სრულყოფილად გადაგვეწერა და შემდეგ აგვეკინცა ეს ხელნაწერი. ჩვენ თითოეული ეპიზოდი თავგადასავლად და ზღაპრად ვაქციეთ. უფრო დიდი კავშირი, უფრო ღრმა კავშირი ვიგზენი მოქცევაი ქართლისაისთან და ჩემი გადაწერილი ეპიზოდებიც და ჩემი მოხატული ეპიზოდებიც ჩემთვის იმდენად ძვირფასი მოგონებაა, რომ ყოველთვის გამიხარდება მისი ნახვა და ყოველთვის გამიხარდება მოსწავლეების ჩართულობა მსგავს პროექტებში. 2016 წელს ყველაფერი ვეფხის ტყაოსნით დაიწყო. მაშინ მოსწავლეებმა შოთა რუსთაველის ეპოსი სრულიად გადაწერეს და გააფორმეს. იდეამ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ მოსწავლეები მუშაობას შაბათ-კვირასაც აგრძელებდნენ. სწორედ ამ პირველმა გამოცდილებამ დაუდო საფუძველი მრავალწლიან პროექტს, რომლის ფარგლებშიც ყოველ წელს ხელნაწერის სახით ქართული ლიტერატურული თუ ისტორიული ძეგლი იქმნება. ეს გახლავთ 161 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაწერილი და მოხატული ვეფხის ტყაოსანი. ეს პროექტი იმით არის გამორჩეული, რომ აქ იღებდა მონაწილეობას 700 მოსწავლეზე მეტი და ყველა გვერდი გამორჩეულია მისი ილუსტრაციით და სხვადასხვა ხელნაწერით. ეს წიგნი ამ პროექტის გაკეთება დაიწყო 2016 წელს და ასევე დასრულდა 2016 წელს, ხოლო შემდეგ 2017 წელს კი უკვე აიკინძა როგორც არის ახლა. დღეს სკოლის არქივში უკვე 8 ხელნაწერი ინახება. მათ შორისაა ვეფხის ტყაოსანი, სულხან საბაორბელიანის იგავ-არაკები, დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი და სხვა მნიშვნელოვანი ტექსტები. თითოეული მათგანი სხვადასხვა თაობის მოსწავლეების ერთობლივი შრომის შედეგია. ეს არის სულხან საბაორბელიანის იგავ-არაკების კრებული სიბრძნე სიცრუისა. ამ პროექტს დიდი ხანი ვაკეთებდით, მეც ჩართული ვიყავი. 2020 წელს გაკეთდა მთლიანი 3-ვე ტომი. ვაჟა-ფშაველას სტუმართობა სპიცელი არის ნაწარმოები, რომელიც ეხება ჰუმანიზმს, ღირსებას და ტრადიციის უნივერსალურ თემებს. ამ წიგნის შექმნის მთავარი დედააზრი ის იყო, რომ ეს უკვდავი ნაწარმოები გადმოგვეტანა და მიგვეცა მაგისთვის, ასე ვთქვათ, ფიზიკური სახე. თითოეული დეტალი, როგორიცაა დაუშვათ შრიფტი, როგორიცაა თვითონ მოხატულობა, ყველაფერს აქვს თავისი მნიშვნელობა. და თავად ფურცელიც კი უკვე ამ ისტორიის ნაწილი ხდება. ამაში ძალიან ბევრმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. დაგვეხმარნენ ასევე ქართულის მასწავლებლები, რადგან ტექსტი იყო თვითონ ძველ ქართულად. და სხვა აზრს ვერ ვიგებდით ყოველთვის და ამიტომ ისე გვერდში გვედგნენ და გვეხმარებოდნენ. ხოლო ამ ტექსტის მიხედვით შემდგომ კი ჩვენ ილუსტრაციებს ვქნიდით. პროექტის მთავარი ღირებულება მხოლოდ ტექსტის გადაწერა არ არის. მოსწავლეები მუშაობის პროცესში ძველი ქართული ენის თავისებურებებს ეცნობიან, იკვლევენ ტექსტების შინაარსს, სწავლობენ ისტორიულ და კულტურულ კონტექსტს. ამ პროცესში ქართულის მასწავლებლებიც აქტიურად ერთვებიან. თითოეული ფრაზისა და სიტყვის მნიშვნელობის გააზრება შემოქმედებითი მუშაობის აუცილებელი ნაწილია. ყოველ წელს ვცდილობთ, რომ ერთი რაღაცა მასშტაბური ლიტერატურული ძეგლი ან რაღაცა ისეთი ქართული ღირებულების მქონე ხელნაწერი შევქმნათ. ამ ყველაფერს დაემატა უკვე მესამე წელი ამ სკოლაში ფუნქციონირებს
ღირებულებითი განათლების კლუბი, რომელიც საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტია. ისეთი აქტიური ბავშვებით არის დაკომპლექტებული ეს კლუბი, როდესაც რაღაცა ისეთი განსაკუთრებული მასშტაბური პროექტის ინიციატორები ხდებიან, ასე ვთქვათ, მეგობრებს მოიზიდავენ ხოლმე და უფრო რაღაცა ცდილობენ, რომ ეს მიზანი მიაღწიონ და ბოლომდე შეასრულონ, რასაც დაისახავენ მიზნად. მოსწავლეები თავად ქმნიან მინიატურებს, საზედაო ასოებსა და ილუსტრაციებს, რომლებიც ტექსტთან ორგანულ კავშირშია. ასე იქცევა ხელნაწერი არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტად, არამედ სივრცეცადაც ისტორია, ლიტერატურა და ვიზუალური ხელოვნება ერთმთლიან ნამუშევრად ერთიანდება. რა თქმა უნდა, ეს კიდე შემოქმედებითი პროცესი არის, რომ ამ ტექსტის უფრო ღრმა გააზრება, შემდეგ ამის მხატვრულად გადმოცემა, მინიატურის შექმნა, ტექსტისა და მინიატურის ურთიერთკავშირი, მერე უკვე ტექსტის განაწილება გვერდებზე, საზედაო ასოები, რომელსაც ბავშვები უკეთებენ, ეს ერთი ბუკეტი არის, შეიძლება ითქვას, რომელიც აყალიბებს ბავშვის გემოვნებას, თუნდაც ანალიტიკურ აზროვნებას, ინტელექტუალურ აზროვნებას და ასე შემდეგ. განსაკუთრებული ისტორია აქვს დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულის ანის ხელნაწერს, რომელიც მოსწავლეებმა გაუხსნელ ჩეკის ქაღალდზე გადაწერეს და მოხატეს. შედეგად 16 მეტრიანი გრაგნილი შეიქმნა, რომელსაც სპეციალურად დამზადებული და ბატალური სცენებით მოხატული ლუსკუმაც ახლავს. დღეს უკვე 10 წლის შემდეგ პროექტი ერთი ხელნაწერის შექმნას გაცდა. ის სხვადასხვა თაობის მოსწავლეებს ერთმანეთთან აკავშირებს და ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესს ახალი ფორმით აცოცხლებს. თითოეული ახალი ტექსტი კი არა მხოლოდ გადაწერილი ისტორია, არამედ ახალგაზრდების მიერ თავიდან გააზრებული და ხელახლა მოყოლილი ქართული ამბავია.